მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ბევრი გმირი გახდა ცნობილი სიმამაცის გამო. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ არა დისციპლინის, არამედ ურჩობის გამო. ერთ-ერთი ასეთი იყო ჯგუფი, რომელსაც Pale-Fate 13 ეწოდებოდა. ისინი იყვნენ შეერთებული შტატების არმიის დემოლიციის დანაყოფი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ საშიში მისიებით, არამედ მათი სკანდალური რეპუტაციითაც. ისინი ხშირად არ იცავდნენ პროტოკოლს, იშვიათად იფარსავდნენ და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ სამხედროების მოლოდინებს. მაგრამ როცა ბრძოლაზე მიდგებოდა საქმე, სწორედ ისინი იგზავნებოდნენ პირველებად. ამ ჯგუფის მთავარი ფიგურა იყო ჯეიმს ალბერტ მაგნისი, ანუ ჯეიკ მაგნისი. ის დაიბადა 1919 წელს და გაიზარდა სიღარიბეში დიდი დეპრესიის დროს ოკლაჰომაში. სანამ ომში წავიდოდა, ის მუშაობდა მშენებლობაზე და მოგვიანებით არსენალში, სადაც ასაფეთქებლების გამოყენება ისწავლა უნარი, რომელიც მის სამხედრო სამსახურში მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა. როცა ამერიკის საჰაერო სადესანტო ძალებში შევიდა, სწრაფად გახდა ცნობილი როგორც მამაცი, მაგრამ რთულად სამართავი ადამიანი. ის მოხდა პირველი საჰაერო სადესანტო დივიზიის 506 პარაშუტისტთა ქვეითთა პოლკის სანგრეო განყოფილებაში. აქ ჩამოყალიბდა ფილთი 13. მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი იყო დღის წინ 1944 წლის 6 ივნისს. არსებობს მათი ფოტოები, სადაც სახეზე საბრძოლო საღებავი აქვს და მოჰოკის ვარცხნილობა. როცა საფრანგეთში გადასახდომად ემზადებოდნენ, უფრო აჯანყებულ ბანდას ჰგავდნენ, ვიდრე სამხედრო დანაყოფს. მაგრამ ფოტოგადაღებიდან სულ რამდენიმე საათში ისინი უკვე ომის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ოპერაციაში აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც გერმანელების ხაზებს უკან დაეშნენ და ხიდები და სტრატეგიული გადასასვლელები გაანადგურეს, რათა მტრის გადაადგილება შეეჩერებინათ, ბევრი პარაშუტისტი ჯგუფს მოსწყდა ან სწორ სადესანტო ზონაში ვერ ჩავიდა. მაგრამ მათ მაინც გააგრძელეს მისია. მაგნისი სრულყოფილი ჯარისკაცი არ ყოფილა, მას ხშირად აყვედრებდნენ და პრობლემები ჰქონდა სარდლობის იერარქიასთან. მაგრამ სამხედრო ისტორიკოსების თქმით, მან 4-ვე საბრძოლო ნახტომი შეასრულა, რაც იშვიათი მიღწევა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის შემდეგ ბინძური 13 სამხედრო ლეგენდის ნაწილად იქცა. ხშირად მათ მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ შთაგონების წყაროს The Dirty Dozen-ისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი პირდაპირ ადაპტაცია არ არის. დღემდე მათი ისტორია გამორჩეულია. არა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე დისციპლინირებულები იყვნენ, არა იმიტომ, რომ ისინი იდეალური ჯარისკაცები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ომის ქაოსში ისინი იყვნენ კაცები, რომლებსაც თითქმის ვერავინ აკონტროლებდა. მაგრამ როცა ბრძოლა იწყებოდა, სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე რთულად შესაჩერებლები. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, მოიძონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ. ეხლა კი დავიწყოთ. სანამ ჯეიმს ალბერტ მაგნიზი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ცნობილ სახელად იქცეოდა, ის უბრალოდ ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო ოკლაჰომადან. მაგრამ აშკარად არ ჰქონდა ჩვეულებრივი ხასიათი. მაშინ როცა ბევრი ახალგაზრდა ამერიკელი ომის დაწყებისთანავე ჯარში წავიდა, ჯეიკი მაშინვე არ შეუერთდა. იმ დროს ის მეხანძრედ მუშაობდა. ამიტომაც მაშინვე არ გაიწვიეს ჯარში. მაგრამ არ დიდხანს დარჩენილა შორს პრობლემებისგან. მის შესახებ გავრცელებული ამბების მიხედვით, მისი სამხედრო გზა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბარში ჩხუბში გაეხო. საქმისა და შესაძლო დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, მან 1942 წელს არმიაში გაწევრიანება აირჩია. როცა სასწავლო ბანაკში შევიდა, მაშინვე მიიქცია ყურადღება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან რთული იყო მისი კონტროლი. კარგად ართმევდა თავს წვრთნებს, სწრაფად სწავლობდა. არ ეშინოდა რთული დავალებების, განსაკუთრებით ნგრევითი სამუშაოების და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიმართულებით დიდი უპირატესობა ჰქონდა წინა სამუშაოდან მიღებული გამოცდილების გამო. მაგრამ მის უნარებთან ერთად მოდიოდა ურჩობაც. ხშირად ხვდებოდა პრობლემებში, გამათობდა უფროსებთან და ზოგჯერ საქმე მუშტი კრივამდეც მიდიოდა. ერთ-ერთ ისტორიაში მისი წვრთნის დღეებიდან თითქმის ჩხუბი მოუვიდა მეს სერჟანტთან მხოლოდ უბრალო საკვების გამო დაწყებული კამათისას. და რამდენიმე დღის შემდეგ ამბობენ, რომ ისევ ეძებდა იმ კაცს, რომ ჩხუბი გაეგრძელებინა. ამის გამო ხშირად ხვდებოდა სტოკადეში ან სამხედრო ციხეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ასე უბრალოდ ვერ გააგდებდი. რადგანაც ყველა პრობლემასთან ერთად ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თავისი დანაყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჯარისკაცი იყო და ეს არის მიზეზი, რატომაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოფიცერს არ მოსწონდა, ბევრი მაინც მასზე იყო დამოკიდებული ნამდვილი ბრძოლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტი იყო, ჯეიმს ალბერტ მაგნის ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა. როცა პირდაპირ ბრძანებას აძლევდნენ, ზოგჯერ მართლა ასრულებდა მას. მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ აღარ გაცდენოდა საღამოს შეკრებას, ის მართლაც აღარ გამქრალა იქიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გამოსწორდა. რაც უფრო დიდხანს რჩებოდა სასწავლო ბანაკში, მით უფრო მეტი მამაკაცი იზიდავდა მისი ხასიათი. ისინი ყველა ჯიუტები იყვნენ, არ უყვარდათ სამხედრო პეცი და ურჩევნდათ ქაოსი, ვიდრე მოწესრიგებულობა.
იმიტომ რომ ხშირად ამჯობინებდნენ წყლის დაზოგვას სასმელად და საჭმელის მოსამზადებლად, ვიდრე ბანაობისთვის. რამდენიმე დღე არ ბანაობდნენ. იქ დაიწყო მათი პატარა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც შემდეგში ბინძური ხუთეული უწოდეს. თავიდან ეს სახელი უბრალოდ ხუმრობა იყო, დაცინვა, მაგრამ მოგვიანებით ეს უკვე მათი იდენტობის ნაწილი გახდა. ისინი უფრო მეტად ცნობილები გახდნენ ბაზის გარეთ ცხოვრებით. ხშირად ცვამდნენ, ხშირად ეხვეოდნენ ჩხუბებში და იშვიათად იხევდნენ უკან, როცა პრობლემები იყო. ერთ-ერთ ინციდენტში მაკნისი და მისი მეგობრები ჩხუბში გაახვინენ ორ სამხედრო პოლიციელთან. მათზე გავრცელებული ამბების მიხედვით ეს მძიმე ჩხუბში გადაიზარდა და ის ისევ სტოკადაში ჩასვეს. ამის გამო ის იყო ერთადერთი ჯგუფში, ვინც მაშინვე არ დააწინაურეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დასაჯეს, სამხედროებს ერთი რამეზე აზრი არ შეუცვლიათ. ის ძალიან ფასეული იყო ბრძოლის ველზე. შემდეგში ის 101 საჰაერო სადესანტო დივიზიის 506 საპარაშუტო ქვეით პოლკში მოხვდა. აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ლეგენდად იქცა ფილცი 13. ისინი უმციკლო რეპუტაციით არ გამოირჩეოდნენ. ისინი ცნობილები იყვნენ, იმიტომ რომ მზად იყვნენ თვითმფრინავიდან გადმოხტომისთვის, სროლის ქვეშ, მტრის ხაზების უკან დაშვებისთვის. და ისეთი მისიების შესასრულებლად, რომელთა მიღებაც თითქმის არავის სურდა. და ჯეიკ მაკმისისთვის სწორედ იქ იყო მისი ადგილი. როდესაც ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ 1943 წლის 15 სექტემბერს 101 საჰაერო სადესანტო დივიზიის 506 საპარაშუტო ქვეითმა პოლკმა დაიწყო სერიოზული მზადება ევროპის მასშტაბური ოპერაციებისთვის. აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფილთი 13-ის იმიჯი, ჯარისკაცთა ჯგუფი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ სიმამაცით, არამედ იმითაც, რომ თითქმის მოუწესრიგებლად გამოიყურებოდნენ სამხედრო იერარქიის თვალში. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ინგლისში ფიზიკური მომზადება ძალიან მკაცრი იყო, ჯეიმს ელბერტ მაკნის და მის ჯგუფს საკუთარი სამყარო ჰქონდათ. ღამით დასვენების ნაცვლად ისინი ხშირად სვამდნენ დილამდე. ამიტომ ხანდახან ვარჯიშზე ან თროლები მიდიოდნენ, ან გამოუძინებლები. ისინიც დისციპლინით არ გამოირჩეოდნენ. ზოგჯერ სალუტსაც არ ასრულებდნენ და ხშირად სჯიდნენ მათ. ისინი ხშირად აგზავნიდნენ სამხედრო საპატიმროში დაუმორჩილებლობისა და ბაზის შიგნით თუ გარეთ ჩხუბის გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ასე უბრალოდ არ აცილებდნენ დანაყოფიდან. ოფიცრებს ესმით, რომ მათი შეცვლა რთულია, რადგან ისინი ბრძოლის ველზე ძალიან ეფექტურები არიან, განსაკუთრებით სანგრევ საფეთქებელ და საჰაერო სადესანტო ოპერაციებში. მათი გარეგნობის გამო ისინი ხშირად ბინძურები არიან, გაუფარსავები და მუდამ აქვთ მტვისა და დენთის კვალი. ნელ-ნელა ისინი ცნობილები გახდნენ როგორც ფილთი 13 და მიუხედავად იმისა, რომ სახელი თქოს დაცინვას გავდა, ის მათი რეპუტაციის სიმბოლოდ იქცა. არეულები, ჯიუტები, მაგრამ ბრძოლაში საშიშები. როცა დღის ინვაზია ახლოდებოდა, მზადება კიდევ უფრო გამკაცრდა. მკნიზი დაინიშნა დემოლიციის ჯგუფის ლიდერად, რომლის მისია იყო გადამხდარიყო გერმანელების ხაზების უკან გაენადგურებინა ხიდი და მოწინააღმდეგის მომარაგების მარშრუტები, სანამ ნაცისტური ძალები გაძლიერებას შეძლებდნენ. მისიაში წასვლამდე მათი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე იკონური მომენტი მოხდა. მკნიზმაც კი მოიჰოკის ვარცხილობა გაიკეთა და სახე შეიღება, ისევე როგორც მისმა თანამებრძოლებმა კამოფლაჟის საღებავით. მისი თანამებრძოლებისთვის ეს უჩვეულო იყო და არ იყო ნორმალური ჯარისკაცისთვის. მაგრამ როცა კითხეს, თქვა რომ ეს მისი წარმოშობის, როგორც ჩოქტაუ ინდიელისა და მებრძოლთა ტრადიციის ნაწილი. მოგვიანებით მისი ახსნის კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა, რომელიც უფრო პრაქტიკული იყო ვიდრე რომანტიკული. მისი თქმით, ასე იმიტომაც მოიქცა, რომ ვარჯიშის ადგილებში ტილი დიდი პრობლემა იყო და სურდა თმა მინიმალური ჰქონოდა. რაც არ უნდა იყოს ნამდვილი მიზეზი. მათი სახე ჯარისკაცების საბრძოლო საღებავითა და მოჰოკით, რომლებიც თითქმის სუიციდურ მისიაზე მიდიოდნენ. ამერიკის საჰაერო სადესანტო ძალების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა. და იმ ფოტოებიდან სულ ცოტა ხანში ისინი ევროპის ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპში ჩაერთნენ. ღამის სიჩუმეში თვითმფრინავი ნელა მიფრინავდა ნორდა ნორმანდიისკენ. მის შიგნით იმყოფებოდა ჯეიმს ალბერტ მაკნისი და ფილთი 13-ის დანარჩენი წევრები. ისინი უახლოვდებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ეტაპს. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს მშვიდი მისია არ იყო. ეს იყო მხოლოდ სიჩუმის თამი მძაფრი ქარიშხლის წინ. როდესაც ისინი უახლოვდებოდნენ დესანტირების ზონას, სიტუაცია ნათელი გახდა. ისინი იყვნენ ერთ-ერთი ბოლო დანაყოფი, რომელიც ნორმანდიაში ჩავიდა. და მთელი ცა უკვე არეულობით იყო სავსე. საზენზენდო ცეცხლი ყველა მიმართულებით. თვითმფრინავები, რომლებიც სიმაღლეს კარგავდნენ, სროლა და ცეცხლი სიბნელეში, სრული ქაოსით წაში. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაკნისი ამხნევებდა თავის თანამებრძოლებს. ეუბნებოდა, რომ მზად ყოფილიყვნენ და არ დაეყოვნებინათ ხტომა, როცა დრო მოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აშკარად საშიში იყო, დაძაბულობის დროს მათი თვითმფრინავი შრაპნელმა დააზიანა. მაკნისი თითქმის თავად მოხდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა,
უფრო უარესი კი ის იყო, რომ შაპნოვმა მისი ერთ-ერთი ჯარისკაცის სათადარიგო პარაშუტიც დააზიანა. საბედნიეროდ მათ მაინც მოახერხეს გადახტომა, სანამ საბოლოოდ აფეთქდებოდა. თვითმფრინავი აფეთქდა. მაგრამ ყველა ვერ დაეშვა უსაფრთხოდ მიწაზე. დაშვების შემდეგ რამდენიმე ადამიანი მაშინვე დაიკარგა, ზოგი კი მიწაზე დაშვებისთანავე მოკვდა. თითქოს მისია მაშინვე ჩაიშალა. მაგრამ მაგნესისთვის ეს ახალი არ იყო. ის ასეთ სიტუაციებს იყო შეჩვეული. დაშორებულები უმეთაუროდ და მტრის ტერიტორიაზე. ქაოსის შუაგულში ის ისე მოძრაობდა, თითქოს ეს მისთვის ბუნებრივი იყო. ის ეძებდა ჩამორჩენილ ჯარისკაცებს და ნელ-ნელა ქმნიდა პატარა ჯგუფს სხვა გაფანტული დანაყოფებიდან. მათთან ერთად იყვნენ რამდენიმე დაკარგული პარაშუტისტი და მათ გააგრძელეს მისია, მოეძებნათ და გაინადგურებინათ სტრატეგიული ხიდები და ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გერმანული ძალებისთვის. მათ ბნელში გადაადგილებისას რამდენიმე ხიდი და ობიექტი გაანადგურეს, რათა მტრის მოძრაობა შეენელებინათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე, ხიდი, რომელიც მათ უნდა დაეცვათ, მათი საბოლოო წინააღმდეგობის ცენტრი გახდა. იქ მათ ბოლომდე იბრძოლეს დარჩენილი ძალებით, რათა მტრის წინსვლა შეეჩერებინათ. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, ზემოთ მდებარე სარდლობაში არეულობა იყო. უმაღლეს შტაბს შეეგონათ, რომ დანაყოფი უკვე განადგურებული იყო და მიზანს ვეღარ მიაღწია. ამის გამო უბანს საჰაერო დაბომბვა დაავალეს. საბედნიეროდ მაგნესის ჯგუფი ტერიტორიის უფრო უსაფრთხო ნაწილში იყო განლაგებული, ამიტომ მათ საკუთარი მხარის დაბომბვას გადაურჩნენ. ამ დროს მაგნესის გარდა Filthy 13-ის სხვა წევრიც გადარჩა, ბრძოლის ველის სხვა ნაწილში ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ნეიტრონი, დესანტირებასაც გადაურჩა და მტრის ხაზების უკან მარტო გადაადგილდებოდა ჯეკ ვუმერი. ოპერაცია ოვერლორდის მიმდინარეობისას ორივე ერთსა და იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაყოფილები გაურკვევლობაში და ომის შუაგულში მოკავშირეების ძებნას ცდილობდნენ. ნორმანდიაში პირველი ბრძოლების შემდეგ ჯეიმს ალბერტ მაგნესისთვის ქაოსში ცხოვრება აღარ იყო ახალი გამოცდილება. რამდენჯერმე გადაურჩა ოპერაციებს და სამხედრო ისტორიკოსების ცნობით მან ბრძოლის შუაგულში სხვა ჯარისკაცების გადარჩენაც შეძლო. მისი საჰაერო და კომანდოს მომზადებამ დიდი როლი ითამაშა მის გადარჩენაში, განსაკუთრებით ევროპაში მომდევნო ოპერაციებში. ის მონაწილეობდა ისეთ დიდ კამპანიებში, როგორიცაა ოპერაცია მარკეტ გარდენი და ბუჯის ბრძოლა, სადაც რამდენჯერმე გადაურჩა თითქმის შეუძლებელ სიტუაციებს. დროის გასვლასთან ერთად Filthy 13-ის ლიდერობა შეიცვალა, ხოლო დარჩენილი ოპერაციები სხვა თანამებრძოლებმა გააგრძელეს. ერთ-ერთი გადარჩენილი წევრი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ელიტარულ საჰაერო ოპერაციებში, იყო ჯეკ ვუმერი, რომელმაც მტრის ხაზებს მიღმა ბრძოლა გააგრძელა. მათი სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ეტაპი იყო 1944 წლის ოპერაცია მარკეტ გარდენი. ეს იყო მოკავშირე ძალების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის მიზანიც იყო ნაზის მიერ ოკუპირებულ ნიდერლანდებში ხიდებისა და სტრატეგიული მარშრუტების დაკავება, რათა გზა გაეხსნათ გერმანიაში შესასვლელად. ამ ოპერაციაში შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საჰაერო დანაყოფებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მტრის ზურგში შეტევაში. აქ შედიოდა 101 სადესანტო დივიზიის 506 პარაშუტისტთა ქვეითი პოლკი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ყოფილი Filthy 13-ის წევრები. მიუხედავად გეგმის სირთულისა და გერმანული ძალების ძლიერი წინააღმდეგობისა, მათმა დანაყანაყოფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რამდენიმე ხიდის, წყლის გზებისა და საკვანძო პოზიციების დაკავებაში. ზოგიერთ ადგილას მათ ხელი შეუწყეს ეინდჰოვენის სწრაფ აღებას, რაც მნიშვნელოვანი გარღვევა იყო მოკავშირეთა წინსვლისთვის. სამხედრო ანგარიშების მიხედვით, ოპერაციის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო 6 დღეში ჩასატარებლად, დასრულდა მხოლოდ 36 საათში. რაც მათი სახმელეთო ოპერაციის სისწრაფისა და ინტენსივობის მაჩვენებელია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნაწილი წარმატებული იყო, ბევრი ისტორიკოსი მაინც მიიჩნევს, რომ მთლიანობაში მარკეტ გარდენ მოკავშირეებისთვის რთული და ძვირადღირებული ოპერაცია აღმოჩნდა. ეს აჩვენებს, რამდენად სარისკოა საჰაერო დესანტის ოპერაციები მტრის ხაზების უკან. მიუხედავად მათი არეულობის რეპუტაციისა, Filthy 13-მა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი ეფექტურები იყვნენ ბრძოლის ველს. ამიტომ რამდენიმე შემთხვევაში სწორედ ისინი დაავალეს მნიშვნელოვანი ხიდებისა და სტრატეგიული წერტილების დაცვაზე გაწმენდითი ოპერაციების შემდეგ. დროის გასვლასთან ერთად, ერთი რამ უფრო ნათელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამხედრო სისტემის თვალში სრულყოფილი ჯარისკაცები არ არიან, ისინი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ითვლებიან, ყველაზე ეფექტურ შეტევით ჯგუფებს სახმელეთო ოპერაციებში. და აქ დაიწყო მათი ისტორიის კიდევ ერთი უცნაური ნაწილი. შეთავაზებები და სპეციალური დავალებები, რომლებიც ეძლეოდათ მამაკაცებს, რომლებიც დიდი ხანია პრობლემურად ითვლებოდნენ, მაგრამ ბრძოლაში მათი შეცვლა შეუძლებელი იყო. 1944 წლის დეკემბერში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ევროპაში მიმდინარე ოპერაციების ფონზე,
ჯეიმს ალბერტ მაგნისის უფროსები მივიდნენ იმ წერტილამდე, რომ საჭიროდ ჩათვალეს მისი უფრო მეტი პრობლემისგან მოშორება. მათი გადაწყვეტა იყო არა უბრალოდ გადაყვანა, არამედ მისთვის შეერთებული შტატების არმიის პათფაინდერების სამსახურში შეთავაზების გაკეთება. ქაღალდზე ეს წინსვლად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვალეობა საჰაერო სადესანტო ოპერაციებში. პათფაინდერები იყვნენ პირველები, ვინც მტრის ტერიტორიაზე ჩამოჰყავდათ. ისინი ნიშნავდნენ დაშვების ზონებს მომდევნო ტალღისთვის პარაშუტისტებისა და მარაგების ჩამოსაგდებად. თუ ისინი შეცდომას დაუშვებდნენ, მთელი ოპერაცია შეიძლებოდა ჩავარდნილიყო. ამიტომაც ეს ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დავალებად საჰაერო სადესანტო ძალებში. მისიები, რომლებიც ხშირად წინ უსწრებდნენ თავშემოჭრის ძალას, სიბნელეში და მტრის ცეცხლის ქვეშ. თითოეული გუნდი შედგებოდა მცირე ჯარისკაცთა ჯგუფისგან და დანაკარგის რისკი ძალიან მაღალი იყო, რადგან ისინი პირველები ეცემოდნენ მიწაზე, ხშირად არ ყავდათ სარეზერვო ძალა და პირდაპირ მტრის წინაშე იყვნენ. ასეთ პირობებში სხვებისთვის აშკარა იყო, რომ ეს თითქოს გზა იყო მაგნისის მოშორებისთვის. კაცი, რომელიც ცნობილია თავისი დისციპლინით, რომელიც მუდამ გამოცდაშია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უკან დაეხია, მან გამოწვევა მიიღო. და როცა მისმა ჯარისკაცებმა დაინახეს, რომ ის ემზადებოდა Pathfinderis მომზადებაში მონაწილეობის მისაღებად, არც მათ დაუყოვნებიათ. მათაც მოხალისეობრივად მიიღეს მონაწილეობა. არ სურდათ თავიანთი ლიდერის დატოვება ასეთ მისიაში. ისინი გადაიყვანეს მე-9 საჰაერო სატრანსპორტო სარდლობის Pathfinderების სასწავლო ბაზაზე, ჩალგროვში, ინგლისში. იქ ოფიცრებმა სწრაფად შეამჩნიეს მაგნისის ყოფნა. არსებული ცნობების მიხედვით ეს მისი საბრძოლო გამოცდილების გამო იყო, რომელიც ნორმანდიაში და სხვა ოპერაციებში მიიღო. მალევე მას ლიდერის როლი მიანჩეს და პირველი სერჟანტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. სარდლობას ჰქონდა ნდობა, რომ მას შეეძლო მომავალი საჰაერო სადესანტო მისიებისთვის პერსონალის მომზადება. მაგრამ ამ ახალ დავალებაშიც კი გამოწვევები, რომლებიც მათ ელოდათ, ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. რადგან შემდეგი ოპერაცია, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ, ჩვეულებრივი მისია არ იყო. ეს იყო მოულოდნელი განთავსება, რომელიც მათ ომის ბოლო ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ბრძოლაში ჩააბრუნებდა. ბასტონზე შეტევა. ზოგჯერ თუ დაფიქრდებით, რატომ მიიღო ჯეიმს ალბერტ მაგნისმა მისია, რომელიც თითქმის თვითმკვლელობას უდრიდა, ადვილია იფიქრა, რომ მას სიცოცხლე აღარ აინტერესებდა. მაგრამ სამხედრო ისტორიკოსების ანგარიშების მიხედვით პირიქით იყო სიმართლე. ის გონიერი ადამიანი იყო. და როგორც მისი მრავალი გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში სამსახურის დროს მას თავისი გათვლა ჰქონდა. მისი აზრით შეიძლება ომი დასრულებულიყო მანამ, სანამ ის დაასრულებდა თავის Pathfinderების მომზადებას შეერთებული შტატების არმიაში. ეს ნიშნავს, რომ თუ მისი ვარაუდი სწორია, მას კიდევ ერთი საბრძოლო ნახტომის თავიდან აცილება შეეძლებოდა. მაგრამ ყველაფერი ასე არ წარიმართა. 1944 წლის 23 დეკემბერს ლეიტენანტი შრაბელ უილიამსი მივიდა და მაგნის უბრძანა თავისი ჯგუფი იმავე დღეს საბრძოლო ნახტომისთვის მოემზადებინა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, ბოლო სასწავლო ფაზის ნაცვლად ეს ისევ რეალურ საბრძოლო მისად განლაგებად იქცა. ოპერაციის მიზეზი იყო ის, რომ 101 საჰაერო სადესანტო დივიზია ბასტონთან ბულგის ბრძოლაში მოწყობილი აღმოჩნდა. მათ აკლდათ საკვები, მედიკამენტები და საბრძოლო მასალა. და საჭირო იყო მათი დაუყოვნებლივი მომარაგება გერმანული ძალების ძლიერი შეტევის პირობებში. ამ ეტაპზე ნათელია, რატომ ანდობდნენ მაგნის ლიდერის როლს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცნობილია არეულობით. გარდა ამისა, მან ლიდერის უნარები აჩვენა მაშინაც, როცა ინგლისში ჩალგროვის სასწავლო ბაზაზე ჩასვლიდან მხოლოდ 10 დღეში ფუნქციური Pathfinderების გუნდი ჩამოაყალიბა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ხასიათი სრულყოფილი არ არის, ხელმძღვანელობას ნათლად ესმის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მას შეუძლია შედეგის მიღწევა. გაფრენამდე ფრენის მეთაურმა მისიის რუკა და მიმართულება აჩვენა. მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა. მათი დივიზია ალყაში იყო მოქცეული და მათ უნდა მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე და გაეხსნათ გზა მომარაგების ჩამოსაგდებად. არ ყოფილა დრამატული ახსნა, არც გარანტია, რომ დაბრუნდებიან, მხოლოდ პირდაპირი შეტყობინება. ისინი მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი თანამებრძოლები თითქმის ალყაში იყვნენ მოქცეულნი. ოპერაცია ბასტონის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეერთებული შტატების არმიის სარდლობის ანგარიშების მიხედვით, თითქმის 2 დღის განმავლობაში აღარ იყო ზუსტი ინფორმაცია შიგნით ყოფი დანაყოფებისგან. არავინ იცოდა, ცოცხლები იყვნენ თუ სრულად მოწყვეტილები. მისიის მიმართულება ნათელი იყო. ეს იყო მომარაგების ოპერაცია იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ბრძოლაში, ბულგის ბრძოლაში გაჭედილები იყვნენ. მთელი თავდაცვითი პოზიცია კოლაფსის ზღვარზე იყო. მიუხედავად ამისა, სარდლობა მაინც გადაწყვიტა Pathfinderების გაგზავნა, რათა გაეხსნათ გზა მომარაგების ჩამოსაგდებად და დახმარებოდნენ ალყაში მოქცეულ ჯარისკაცებს. მაგრამ ჯეიმს ალბერტ მაგნისისა და მისი ჯგუფისთვის ეს უბრალოდ მისიის ბრიფინგი არ იყო. ეს იყო ნახტომი თითქმის გადარჩენის ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ორნი Pathfinderების ჯგუფი ორგანიზდა. თითოეული მათგანი 10 ადამიანისგან შედგებოდა. სარდლობის ლოგიკა მარტივი იყო. თუ ერთი ვერ გაართმევდა თავს, მეორე შანსს მიიღებდა. მეორეს შეეძლო ოპერაციის გაგრძელება. სულ 20 კაცი გაგზავნეს ისეთ ადგილას, სადაც
სავარაუდოდ ძალიან მაღალი იყო დანაკარგების მაჩვენებელი და იმ დროის სამხედრო შეფასებებით ასეთი ტიპის დესანტირებისას შესაძლოა მხოლოდ 5-დან 1 ჯარისკაცი გადარჩენილი იყო. არ იყო საჰაერო ფოტოები, არ არსებობდა განახლებული დაზვერვის ინფორმაცია მტრის პოზიციებზე და თითქმის არ ჰქონდათ რადიოკონტაქტი როგორც ჰაერში, ისე დაშვებისას. ამის მიუხედავად, მაგნისმა ფრთხილად უხელმძღვანელა თავის ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე ნავიგაციაში. ბნელში და ბრძოლის ველის ქაოსში საბედნიეროდ ოპერაციის შედეგი უფრო წარმატებული აღმოჩნდა ვიდრე მოსაოდნელი იყო. 20-დან 19 ჯარისკაცი გადარჩა, მხოლოდ 1 დაიკარგა, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე ასეთი ტიპის მისიისთვის მოსალოდნელი დიდი დანაკარგი. მათი შეღწევისა და კოორდინაციის წყალობით მოკავშირე ძალების მასიური მომარაგების ოპერაცია შესაძლებელი გახდა, რომლის ფარგლებშიც 600-ზე მეტი თვითმფრინავის თვირთი, საბრძოლო მასალა, საკვები, საწვავი და სამედიცინო მარაგი ჩამოაგდეს ბასტონის რაიონში. ეს იყო კრიტიკული გარდამტეხი მომენტი ალყაში მოქცეული ჯარისკაცებისთვის. ომის შემდეგ მაგნისმა გააგრძელა სამსახური მე-17 საჰაერო სადესანტო დივიზიაში, როგორც დამკვირვებელმა ოპერაცია ვარსიტიში, რომელიც იყო ერთ-ერთი ბოლო დიდი საჰაერო ოპერაცია ევროპაში. ჩანაწერების მიხედვით მან ასევე მიიღო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის შევალიეს კლასი, როგორც აღიარება მისი სამსახურისთვის. ჯეიმს ალბერტ მაგნისი გარდაიცვალა 2013 წლის 21 იანვარს 93 წლის ასაკში. ფილთი 13 ის მთელი ჯგუფის ისტორიაშიც შედის, რომელიც მოიცავს როგორც ორიგინალ წევრებს, ასევე სხვებს, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციებში ჩაერთნენ საჰაერო სადესანტო ძალების შემადგენლობაში. აქ შედიან ჯეკ აგნიუ, ჯორჯ ბარანი, როლანდ ფრენჩი, რობერტ სესბერკი, ჩარლზ დარნელი, ჯონ დიუი, ჯეიმს გრინი, ჯონ ჰეილი, ლუის ლიპი, თომას ლონანი, მაქს მაფეი, მიგელ მარკესი, ფრენკ მელვინი, ჯონ მური, ჯოზეფ მალოვიცი, ფრენკ პალასი, ჰერბ პირსი, ჩარლზ ბლოუ, ჯორჯ რიკა, ენდრიუ რასმუსენი, ბრინლი სტრუპი, კლარენს უარი, ტომ იანგი, უილიამ კოდი და ჯეკ ჰოკაი ვერნერი. დროთა განმავლობაში ისინი პოპულარული კულტურის ნაწილად იქცნენ, მათ შორის ფილმებში, რომლებიც თავისუფლად არის შთაგონებული მათი ისტორიებით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი ნამდვილი გამოცდილების აღწერა ზუსტი არ არის, ყველა დრამატიზაციის მიღმა სიმართლე მაინც მარტივია. ჯარისკაცების ჯგუფი, რომლებსაც დისციპლინასთან პრობლემები აქვთ, მაგრამ არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ყველაზე რთულ და სახიფათო საბრძოლო მისიებში ეფექტურები არიან.